საბატონო პოლიციის დეპარტამენტი. ფაქტობრივად ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა არაერთმა თანამშრომელმა დატოვა და სამსახურიდან წამოსვლის ფორმა იყო სხვადასხვა, მათ შორის ერთ-ერთია ხოლმე, როდესაც თანამშრომელი, რომელიც აფიქსირებს უწყებაში განსხვავებულ აზრს, მის მიმართ იწყებენ ხოლმე დისციპლინურ სამართალწარმოებას, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს ამ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე კი ვკითხულობთ, რომ სამინისტრო პოლიტიზებული ძალოვანი უწყება კი არა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საზოგადოებაზე ორიენტირებული სამართალდამცავი ორგანიზაციაა და რომ სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საზოგადოებასთან. აქტიურ ნაბიჯებს დგამს მისი ინფორმირებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობისთვის. ადამიანის უფლებადამცველების საწინააღმდეგო ამტკიცებენ. მათი აზრით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბოლო პერიოდში პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიტიკური გავლენის ზრდა კი რამდენიმე სახით გამოიხატება. მათ შორისაა ადამიანური რესურსების მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები. თუ რაიმე კრიტიკულს იტყვიან, არიან იმ რისკის ქვეშ, რომ მათ გაათავისუფლებენ უპრობლემოდ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით. ასევე ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების დასაქმების საკითხს და ამ შემთხვევაში პოლიციელების მიღების პროცედურები ისე გამარტივდა, რომ ამასთან დაკავშირებით თავიდანვე გაჩნდა კითხვები, რომ ეს ხო არ გამოიწვევს იმას, რომ ამ სისტემაში მოხდებიან ის პირები, რომლებიც არა საკუთარი აი ამ სამსახურის მანდატიდან გამომდინარე მუშაობენ, არამედ მათზე იქნება ეს პოლიტიკური გავლენის ბერკეტები უფრო ძლიერად. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ უწყებიდან წამოსულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი, რომელმაც უწყებაში 2023 წლის მარტამდე 13 წელი იმუშავა, ამბობს, რომ სამინისტროს მენეჯმენტი წლების განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. ეს გამოიხატებოდა საერთაშორისო პროექტების განხორციელებასთან დამოკიდებულებაშიც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობებში კომუნიკაცია ფორმალური გახდა. ყოველი შეხვედრის წინ დეტალურად იკვლევდნენ მონაწილეთა პროფილებს, რათა განესაზღვრათ მათი პოლიტიკური შეხედულებები. საკითხები თანხმდებოდა მმართველი პარტიის სტრატკომთან და ასე შემდეგ. Ერთად იგრძნობოდა მტრული და აგრესიული დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც უკვე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა დეპარტამენტში მუშაობის. ასე ვთქვათ, მათ შორის ჩემს მიმართ. ჩვენ უფრო აღვიქვებოდით როგორც უცხო ძალის ინტერესების განტარებლებლად, რადგანაც ჰქონდა ელემენტარულად პროევროპული აზროვნება და რეალურად მთელი ცხოვრება და მთელი პროფესიული საქმიანობა დაუთმეთ საქმეყრის მეტად დაახლოებას ევროპასთან. ნელ-ნელა ხდებოდა ამ თანამშრომლების შევიწროვება, მარგინალიზაცია, გარდა ამისა ხდებოდა იმ წასული თანამშრომლების ჩანაცვლება სისტემისთვის ნაცნობი, ნდობით აღჭურვილი, ლოიალური ადამიანებით, რომლებსაც ძალიან ხშირად არ გააჩნდათ საკმარისი პროფესიული კომპეტენცია. ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვაინტერესებდა თუ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა უწყებიდან დისციპლინური გადაცდომისთვის. ასევე რა განცხადება გაკეთდებოდა იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ უწყება პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის. უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ვესაუბრეთ ყოფილ პოლიციელებს. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებული უამრავი ძალოვანი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მე სადაც ვსახურობდი ბოლოს, ეს იყო პატარა სამმართველო იყო, დაახლოებით 20 კაციანი, ასე რომ ვთქვათ, სამმართველო და მხოლოდ ამ სამმართველოდან 7 პოლიციელი აქ არის. აქ რო ჩამოდიან ძირითადში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აკეთებენ, რა თქმა უნდა. აქ არიან საკმაოდ მაღალი თანამდებობის, სამმართველოს უფროსები. აქ არის კლანი
და თუ ხარ ამ კლანის წევრი, ხარ. თუ არა ხარ და მაშინ მიუღებელი ხარ. რატომღაც სამინისტროში არის ასეთი აღქმა, რომ თუ შენ გაქვს განსხვავებული აზრი და მათ შორის აკრიტიკებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებებს, არ მოგწონს პოლიტიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ცდილობ რომ ამ შენი კრიტიკით თუ განსხვავებული აზრით შეცვალო ეს დამოკიდებულებები, ეს აღიქმება რომ თითქოს ხარ უწყების მტერი. და შემდგომში ამ ადამიანის წინააღმდეგ იწყებენ ხოლმე დისციპლინურ სამართალწარმოებას. უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებასა და მის საჭიროებებზეა ორიენტირებული. მისი საქმიანობა განიხილება როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშ ვალდებულებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. როგორ მოქმედებს პოლიტიკური გავლენა საჯარო უწყებაზე? ყოფილი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ეს გავლენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ანადგურებს. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.